8 მარტს მილიონობით ქალს ჩუქნიან ყვავილებს. მაგრამ ყველა მარიცის, რომ ოდესღაც ეს დღე არა ტიტების, არამედ სისხლის, ცეცხლისა და 146 ცოცხლად დამწვარი ქალის სურნელს ატარებდა. ნიუ-იორკი 1917 წლის მარტი. სამკერვალო ფაბრიკაში 600 ქალი მთელი დღის განმავლობაში ცვლების გარეშე მუშაობს. ყველაზე უმცროსი 14 წლისაა. უფროსებმა საამქროს კარები გარედან ჩაკეტეს, რათა გოგონების შესვენებაზეც კი არ გასულიყვნენ. მერვე სართულზე ქსოვილის ნაჭერს ცეცხლი გაუჩნდა. გასაქცევი არსად იყო. ათობით ახალგაზრდა ქალი ფანჯრებიდან გადახდა, რათა ცეცხლს გადარჩენოდა. იმ დღეს 146 მათგანი დაიღუპა. მფლობელები გაასამართლეს, 146-ვე ბრალდებაში გაამართლეს. უფრო მეტიც, დაზღვევა მათ $60,000 გადაუხადა. მათ სიკვდილით იხეირეს. მაგრამ ამ ხანძარმა ყველაფერი შეცვალა. დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები. ათასობით ტექსტილის მუშაკი გაიფიცა ერთი ლოზუნგით: პური და ვარდები. 1917 წლის 8 მარტს პეტროგრადში ათასობით ტექსტილის მუშაკმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. რამდენიმე დღეში მათმა გაფიცვამ მეფე ჩამოაგდო და სამუდამოდ დააკავშირა ეს თარიღი ქალების ერთიანობის ძალასთან. დღეს აჯანყების ეს მძვინვარე თარიღი შერბილდა და დღესასწაულად გადაიქცა. მილიონობით ქალის სიხარულით იღებს თაიგულებს. აჩუქეთ დღეს ყვავილები ქალებს, მაგრამ გახსოვდეთ, ყოველი ყვავილის მიღმა დგას მამაცი მეამბოხე ქალების ისტორია, ვინც სიცოცხლე გაწირა ქალების დაფასებისთვის. გილოცავთ ქალთა დღეს.